სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა მოეწყო, რომლის მიზანს წარმოადგენდა უსაფრთხო სივრცის შექმნა, რომელიც წაახალისებდა ღიაობას, ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას, ასევე ხელშეუწყობდა მტკიცე ადგილობრივი ქსელების ჩამოყალიბებას და მონაწილეთა უნარების გაძლიერებას დეზინფორმაციისა და ანტიევროპული ნარატივების საპასუხოდ. პროექტის ფარგლებში სწორედ ეს ორი რეგიონი გვაქვს შერჩეული სამიზნედ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ შიდა ქართლი ეს არის საოკუპაციო ხაზის, ასე ვთქვათ, მდებარე რეგიონი, სადაც საკმაოდ, ასე ვთქვათ, აქტიურია ეს პროპაგანდა, განსაკუთრებით ხდება რუსული პროპაგანდა, რომლის მიზანიც არის რაღაც გარკვეულწილად რომანტიზება ამ რუსული გარემოსი და რუსული, ასე ვთქვათ, წარსულის და ასევე ქვემო ქართლშიც, სადაც განსაკუთრებით ყავს ეთნიკური უმცირესობები, რომლებმაც ხშირ შემთხვევაში არ იციან ქართული ენა და ხშირად მათთვის, ასე ვთქვათ, ერთადერთ საინფორმაციო წყაროს წარმოადგენენ ხოლმე სწორედ ეს რუსულენოვანი საინფორმაციო საშუალებები, ხშირად ისინი სწორედ ხდებიან ხოლმე, ასე ვთქვათ, მსხვერპლი აი ამ პროპაგანდის და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ეს ორი რეგიონი სამიზნედ, რომ ამ რეგიონებზე, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ყურადღება გაგვემახვილებინა და აქ ამ რეგიონში ახალგაზრდებს ჰქონდეთ ის უნარები, რაც მათ დაეხმარებათ მომავალში ამ პროპაგანდის წინააღმდეგ. უშუალოდ ჩემს სოფელში არსებობს გარკვეული ტიპის ნარატივები, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან დაკავშირებით ის ფაქტი, რომ ევროპა, ასე ვთქვათ, არც ისეთი სასარგებლო, როგორი წარმოდგენებიც გვაქვს ჩვენ. ძირითადად ეს ნარატივი ხდება ხოლმე ნულთან დაკავშირებული საკითხებით, ანუ დეზინფორმაცია არის ეს, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არ არის, ეგ იმას ანიშნავს, რომ აუცილებლად ხვალდაზე მოხდება რაღაც, ეს არის შიშის დათესვის მომენტი. ჩემი როლი ამ საკითხში უშუალოდ არის, რომ მე რა ინფორმაციაც მაქვს, შემიძლია ეს ინფორმაცია მაგალითად ახალგაზრდებს გავაცნო. ვთვლი, რომ განსაკუთრებით ბევრი გვაქვს სამუშაო, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქვემო ქართლის სოფლები და შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზს მიმდებარე სოფლები, იმიტომ რომ მე გორიდან ვარ, ამიტომ შიდა ქართლზე ვისაუბრებ, ამ შემთხვევაში საოკუპაციო ხაზს მიმდებარე სოფლებში ადამიანებთან, რომლებთანაც მე მაქვს შეხება, ხშირ შემთხვევაში მაქვს ხოლმე ზუსტად ეს პრობლემა, რომ მათ არ აქვთ წვდომა სოციალურ ქსელებთან, მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტ პლატფორმებთან. მე ვთვლი, რომ ყველაზე მეტი ამ ადამიანებთან გვაქვს სამუშაო და მედიის როლი ზუსტად აქ იკვეთება, განსაკუთრებით ადგილობრივი მედიის როლი, იმიტომ რომ ადგილობრივი მედიას აქვს საშუალება პირადად ჩავიდეს, პირადად ნახოს იმ ადამიანების საჭიროებები, პირადად ესაუბროს და მიეწოდოს ინფორმაცია. მონაწილეებმა გამოკვეთილი საკითხები დოკუმენტში გადაიტანეს, რომელიც მოიცავს ადგილობრივ ახალგაზრდულ საჭიროებებს, მედია წიგნიერებას, ასევე ინფორმირებულობას ევროკავშირისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. ჩვენ ვიმუშავეთ დოკუმენტის შექმნაზე, ერთად ჩამოწერთ ის გამოწვევები და მათი მოგვარების გზები, რომელიც დაეხმარება როგორც მედიას, ამავდროულად დაეხმარება ახალგაზრდებს, რომ გაანალიზონ ის გამოწვევები, რაც დღევანდელ რეალობაში გვაქვს და ვიბრძოლოთ მათ წინააღმდეგ და მოვაგვაროთ ეს გამოწვევები. ორდღიან ვორქშოპზე პროექტის მონაწილეებმა ვილნიუსში მიღებული გამოცდილებაც განიხილეს და პროექტის შედეგებზე იმსჯელეს. ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა, რომელსაც სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებდა, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.